ბანკის ხეობაში დირიდან თარხან ბათირაშვილის უფროსი ძმის ოჯახში სამძიმარს იღებენ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერის თარხან ბათირაშვილის იგივე ომარ ალშიშანის დაღუპვის შესახებ ოჯახს სირიიდან ოფიციალურად აცნობეს. ჟღალ გენერლად და ომის მინისტრად წოდებული ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი თარხან ბათირაშვილი გავრცელებული ინფორმაციით ავიაირიშის დროს დაიღუპა. ბათირაშვილის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს ამერიკის თავდაცვის უწყებაც. როგორც ინფორმაცია გვაქვს, ესე ოჯახმა წუხელ გაიგო ეს ამბავი ოფიციალურად შეატყობინეს, დილიდანვე გახსნილია ჭიშკარი სამძიმარს იღებენ და მთელი ხეობის ხალხი სამძიმრის სათქმელად მიდიან ოჯახის წევრებთან. ვიცი რომ კარგი ბიჭი იყო, სახელიანი იყო, სოფელში ყველგან მაგის სახელი იყო განთქმული. ჭკვიანი იყო, შეგნებული, განათლებული. როგორც აქ არის, იქაც ეგრე სახელიანი იყო. On July 10th, ათივლის კოალიციამ განახორციელა ავიადარტყმა, რომელიც მიმართული იყო ისლამური სახელმწიფოს ლიდერების წინააღმდეგ, რომლებიც მოსულში შეხვედრას მართავდნენ. ჩვენი ინფორმაციით შეხვედრას ესწრებოდა ომარ ალშიშანი, ისლამური სახელმწიფოს სხვა 16 ლიდერთან ერთად. ჩვენ კვლავ მუშაობთ ავიადარტყმის შედეგების დასადასტურებლად, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ გვაქვს იმის მტკიცებულებები, რომ ალშიშანის შეხვედრას ესწრებოდა.